ერთ მხარეს მოსახლეობა, მეორე მხარეს კი მძიმე წონიანი მანქანები. ვალის მეორე შახტის მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად გზა დილიდან გადაკეტეს. ადგილობრივები 600 მეტრიანი მონაკვეთის სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვენ. გზა, სადაც მძიმე წონიანი მანქანები გადაადგილდებიან, შუა სოფელში გადის. მოსახლეობა ამბობს, რომ ასფალტისა და ბეტონის ქარხნების მიმართულებით მოძრაობა დილიდან საღამომდე არ წყდება. შედეგად მთელი დღის განმავლობაში დასახლებაში მტვერია. გარდა ამისა, მშობლები მცირეწლოვან ბავშვებს ეზოში ვერ უშვებენ. არაფერი გვა. იმდენი ვარ დაკარო, აი, წერში ვიქცობი. რომ მანქანა ასე ხილი ჭირა და მიდوار გაიარო მანქანა გოთლა, რანა თქო, რა მაგდაკნე. რანა ვაპირო გადაგვასახონ აქედან. და მოვიდნენ და თავრობა გახურეთ აქედან. ვერია, ვერ ცხოვრობ რაფრით, მაგნები დადიან. სუპერია, ბავშვები ხდებიან ავად, არა. ბეტონის ქარხანაც არის, ასფალტის ქარხანაც არის. ყოველთვის ასე დაგვიკეტია ხოლმე, ერთ ნახევარს გვაჩერებენ, მოგვატყუებენ და მერე მიდიან. ჩვენც გვჯერავს ეხლა, რატო ვერ დავიჯეროთ, მაგრამ არაფერს არ კეთდება. არც წყალი გვაქვს, არც სახლი გვაქვს ნორმალურად და მტვერში კიდე გვახჩობენ. აი, ჩვენი მოთხოვნა მოხდონ და გააკეთონ 600 მეტრა გზა მაინც. შარშანაც მობრძანდნენ ასე, გამგებელიც მობრძანდა ჩვენთან. ბევრ რამე შეგვპირდა ისო გზა გაკეთდება. ხედავთ გზას, არაფერი არ არის. წყალს შეგვპირდნენ, ბორიშით მანამ წყალი სახლამდე მიიტანოთ, ლამიაში გსულ. ვერ დალევთ. ზაფხულია, ცხელა იხუთება, ყველაფერი ამ ხელა მანქანები დადიან. ბავშვს ვერ გამოუშვებ, ფანჯარას ვერ გააღებ. ბოლოს და ბოლოს ჩვენც ხალხი ვართ, რაღაცად ჩავთვალონ, ხო? აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობა აქციას პირველად დამართავს. ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაპირება არაერთხელ მიიღეს. თუმცა წლების მანძილზე მათთან მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. თავის მხრივ ზარალდებიან კომპანიები, რადგან ბეტონით დატვირთული მანქანების მძღოლებს პროტესტის გამო შუა გზაში დგომა საათობით უწევთ. 2 საათია დგავს. პრობლემა მე ბეტონი მეყინება. საქმე გიჩნდება. აქ ქუჩაზე მივიდივართ, საქმე გასაკეთებელი. არ მივიდივართ, გავართ აქ ვატრიალებ ბეტონს. რას აპირებთ, უნდა იგეთ ასე? ვიდგეთ ახორდებით აკეთებთ ხალხს. თუ გაგვატარებთ თქვენი. თუ გაგვატარებენ, გავიზრდეთ, თუ არ გავიდეთ, ვიდგები ასე. მეორე შახტის რეაბილიტაციისთვის სამწლიანი გეგმაა შემუშავებული, აცხადებს ახალციხის გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ერთეულში. ელიოს ბარბლიშვილის თქმით, პირველ ეტაპზე დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს. სამომავლოდ გათვალისწინებულია გზის ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაც, თუმცა წარმომადგენელი სამუშაოების დაწყების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. საკითხი დაზრული არის, მიმდინარეობს მუშაობა. ხა ძალიან სწრაფად ვერ წყდება ხოლმე, იმიტომ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებას ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფირმებთან, რომ ერთობრივ ვიზალებით ვახდინოთ აქ საფარის ბეტონის საფარის დაგება ან ასფალტის. კონკრეტული თარიღი ვერ გეტყვით. მაგრამ დასახლებაში გაწერილი გვაქვს სამწლიანი გეგმა არის და ამ გეგმის მიხედვით მოქმედებთ. 3 საათიანი პროტესტის შემდეგ მოსახლეობასთან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მივიდა. ზაზა მელიქიძე ეგრეთ წოდებული მეორე შახტის დასახლების მაცხოვრებლებს გზის მოწესრიგებას 2017 წლის გაზაფხულისთვის დაპირდა. გაფიცულებმა მძიმე წონიანი მანქანები გზაზე მხოლოდ ამის შემდეგ გაატარეს.